26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, 100 კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჭრდა. მას შემდეგ ყოველ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. გამონაკლისი არც 2015 წლის 9 აპრილი აღმოჩნდა. ჭიათურაში 9 აპრილის სახელობის სკვერში მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი 9 აპრილის მემორიალზე მოადგილეებთან ერთად მივიდა. Დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი, თუ შეიძლება ითქვას, დღე რომელიც ყველა თაობას აერთიანებს და ეს არის მაგალითი ყველასათვის, ყველა ქართველისთვის, თუ როგორ უნდა იცხოვრო, იცოცხლო ამ ქვეყანაზე, შენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის და სწორედ ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ყველაფერი გააკეთეს სიცოცხლის ფასად, რომ საქართველო დღემდე მოსულიყო და რა თქმა უნდა ეს ყველა ზვალია ყველა ქართველის რომ ესე ვიცხოვროთ თითოეულმა ჩვენთანმა გაუთხილეთ ჩვენ მონაპოვარს რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია. საქართველოს ისტორია არასდროს არ ყოფილა მწირი გმირობის მაგალითებით, მაგრამ ესენი არიან ჩვენი ეპოქის, ჩვენი თაობის გმირები, რომლებიც ნათელ მაგალითს იძლევიან იმისას, როგორ უნდა სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავის განწირვა. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს, ყველას ულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს. 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მან მემორიალი ყვავილებით შეამკო. 9 აპრილის საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე. ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი, აღნიშნა პარლამენტარმა მალხაზ წერეთელმა. ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე უამრავი მაგალითია ერთიანობისათვის, თავგანწირვის, სამშობლოსათვის, თავგანწირვის. 9 აპრილი კი ჩვენი უახლოესი ისტორიის ყველაზე დიდი მაგალითია იმის, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, რომ მისი ბედნიერებისათვის, დამოუკიდებლობისათვის შენი სიცოცხლე მიიტანო სამსხვერპლოზე. და ეს მაგალითი მინდა გადამდები იყოს ჩვენ თითოეული ჩვენთაგანისათვის და ჩვენ ქვეყანას ჯერ კიდევ რთული პერიოდი უდგას და ეს თავგანწირვა ყოველთვის ყველა ჩვენგანს მშვიდობიან საქმე იქნება თუ დაჭირდება ჩვენ ქვეყანას ისევ ბრძოლა, ეს მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის იმის მაჩვენებელი თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისათვის. მე მინდა ქედი მოუხარო გმირებს მათი ჩადენილი მართლაც და გმირობისათვის. მემორიალი ყვავილებით შეამკეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელებმა, კულტურის სახლთან არსებულმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და რიგითმა ჭიათურლებმა. 1999 წლის 9 აპრილი ძალიან ტრაგიკულად აიღისაღა საქართველოზე, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-მდე კი ტრაგიკულად დაიჭრა, დასახიჭრდა. მე მივესალმები ამ ღონისძიებას, ყოველ 9 აპრილს თუ ამოვალთ და მივაგებთ პატივს ამ დაღუპულ ადამიანებს. ჭიათურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობას სურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი აისი, სანდრო კაფსაძის სახელობის სამუსიკო სკოლის ვაჟთა გუნდი იმერეთი და დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. შესრულდა პატრიოტული სიმღერები და ლექსები. ჩვენ კულტურის ცენტრმა ტრადიციად ვაქციეთ, რომ ყოველ 9 აპრილს აქ სკვერში მოვდივართ და პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულ ქართველებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს თავისუფლება შესწირეს თავი. 9 აპრილი თითოეულ ქართველს ძიმე და ტკივილიან მოგონებებს აღუძრავს. თუმცა ეს დღე ძალზე სასიამოვნოც არის თითოეული ჩვენთაგანისათვის, იმიტომ რომ 9 აპრილი საქართველოს თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. მინდა მთლიანად მთელ საქართველოს ყველა ქართველს მიულოცო ეს დღე. დილა ეკლესია მონასტრებში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო. 9 აპრილის მემორიალზე ღონისძიება კი მრავალჟამიერით დასრულდა.